ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ეკა ბესელიას, რომელიც ახმოვანებს მეხუთე პრეზიდენტის პოზიციას და ის გვეუბნება, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერენ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეს დოკუმენტი, ამ დოკუმენტის შინაარსი იქნება ამგვარი, ის ჩამოაყალიბებს ოპოზიციის საერთო პოზიციას თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება მკაფიო გამოხატულება იმისა თუ რა სითხოვს ოპოზიცია და საზოგადოება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ბესელია გვეუბნება, რომ არც მეხუთე პრეზიდენტს და ამ ეტაპზე კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნებით არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ აქვს მზაობა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ისინი განიხილავენ მხოლოდ ორ ვერსიას. ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ კი მანამდე დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ, ან მეორე შემთხვევაა, თუ კი ქართული ოცნება დათანხმდება ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც შესაძლოა იყოს რთული ამოცანა, თუმცა შესაძლებელი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ეკა ბესელიამ გითხრა, რომ სწორედ ამ დოკუმენტით გამოჩნდება, რას ითხოვს ოპოზიცია ქართული ოცნებისგან და ასევე ამბობს, რომ ეს კომპრომისული დოკუმენტიც არის მათ შორის და ყველა გზას არ უჭრის ქართულ ოცნებას, თუმცა მისი შინაარსი უფრო დეტალურად მალე გახდება ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მას, რას ფიქრობს მეხუთე პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებზე და როგორც ის ამბობს, პოზიცია ყველას მხრიდან არის შეჯერებული, რომ ამ პირობებში, ამ ადმინისტრაციის პირობებში და ისე როგორც 26 ოქტომბერს მოხდა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ აზრი ვერ ექნება, რადგან ქართული ოცნება ვერ მოახერხებს და მას არ აქვს ამის პოლიტიკური ნება, რომ ის სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს. ის ერთიანი ხედვა და ერთიანი შეჯერებული დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტი მუშაობდა პარტიებთან და რომლის საჯარო დეკლარირებაც მოხდება ალბათ მალე, გულისხმობს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და ამისთვის წინაპირობები იყოს შეთანხმებული პარტიებს შორის. ეს თუ დროში ისე შეიძლება გახანგრძლივდეს, რომ დაემთხვეს ადგილობრივი არჩევნების კალენდარს, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილო, თუ შეუძლებელი იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქამდე, უფრო ადრე გაზაფხულზე, ხო? იმიტომ რომ შემოდგომაზე უკვე არის ადგილობრივი არჩევნები. ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება სრული ფიქცია, სრულიად უშედეგო და უბრალოდ ხაფანგში შესვლა, არაფრის მომცემი, ამიტომ ამაზე საუბარი ცალკე განყენებულად ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ფიქრობ არის შეცდომა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ერთიანი ხელმოწერილი შეთანხმებული პოზიცია საჯაროდ მოქალაქეების წინაშე არსებობდეს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები შეთანხმდებიან, როგორ პირობებში დათანხმდებიან ახალ არჩევნებს. აი ამის ლიდერობას აკეთებს პრეზიდენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ფორმა როგორ მოხდება ამის დეკლარირება, ამას პრეზიდენტი მოიფიქრებს, მაგრამ ის რომ საკმაოდ დიდი სამუშაო იყო უკვე ჩატარებული იმისთვის, რომ ერთიანი წერილობითი დოკუმენტი შეიქმნას, სადაც გაწერილი იქნება პირობები, როგორი პირობებით იქნება თანახმა ყველა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და აქ არ მოიაზრება ადგილობრივი არჩევნები ცალკე განყენებულად. რას ფიქრობენ უშუალოდ პოლიტიკური პარტიები? ჩვენ სამ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას ვესაუბრეთ კოალიციაში ცვლილებისთვის, ნაციონალურ მოძრაობასა და კოალიცია ძლიერ საქართველოში ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ იქნება შედეგიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე, რადგან ბუნებრივია მათ არ აქვთ ნდობა ქართული ოცნების მიმართ და არიან დარწმუნებული, რომ თუ კი არაფერი შეიცვლება, იმავე პირობებში ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი ადგილობრივ არჩევნებს და
შესაბამისად ეს პროცესი ვერ იქნება სამართლიანი. თუმცა მოვისმინეთ აზრი, რომ ჯერჯერობით ისევ ნაადრევია ოქტომბრის არჩევნებზე საუბარი, როცა წინ ახალი sapარlamenто არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა დაყენებული და დაკავებულების გათავისუფლება. ამ სამივე პოლიტიკურ გაერთიანებაში გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ კი ოპოზიცია მოახერხებს რომელიმე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გამარჯვებას, ეს ვერ ჩაითვლება საერთო გამარჯვებად და შესაბამისად ჯერ მნიშვნელოვანია ცვლილებები ქვეყანაში, რისი მოტანაც შეუძლია მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე ასე უყურებენ ამ სამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის შემოგდებული საკითხი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ, რათა კონცენტრაცია და საუბარი გადავიდეს სხვა თემაზე. დღეს ამ თემაზე საუბარი არის ღალატი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის ციხეში და ვინც ითხოვს ახალ არჩევნებს. ამიტომ ყველას მოუწოდებ მთელი ფოკუსი ახალი არჩევნებისკენ და მთელი ფოკუსი ჩვენი პატიმრების ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების დახსნისკენ უნდა იქნას მიმართული. ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში, ამ საარჩევნო ადმინისტრაციით და ამ საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებში აშუქების ვერ ხედავდა მონაწილეობის, იმიტომ რომ ვიღაცა ტიპები დაждდებიან და რას უნდა იმას დაწერენ. ის არ იყო არჩევნები, რაც ჩატარდა 26 ოქტომბერს, ეს იყო რაღაც მაიმუნობა და ეს იყო წინასწარ დაწერილი ციფრებიდან. ახლა ვისაც ეს ეხალისება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებთან ოქტომბერში ჩასატარებელ რაღაცაზე დღეს ლაპარაკი მარტო ქართულ ოცნებას თუ აწყობს და სხვა საქმეს. უბარი არის უბრალოდ არაადეკვატური, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში წყდება ბედი, დიქტატურა დამყარდება საბოლოოდ, თუ საქართველოში დემოკრატიას და ზოგადად სახელმწიფოებრიობას ექნება მომავალი. ამ მომენტისთვის შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი აბსოლუტურად არაადეკვატური გახლავთ. ეხლა თავარი არის რომ ვისაუბროთ ბრძოლაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატორული რეჟიმი, თუ დიქტატურა გაფორმდება, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური ტელევიზიები, არასწორგანზები აღარ იარსებებს, ამიტომ არანაირი არჩევნებიც არ ჩატარდება შესაბამისად, ამიტომ ბრძოლის გარდა არაფერზე არ აქვს აზრი ამ შემთხვევაში საუბარს და მომზადებას. მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები არის, რომელიც განმუხტავს ამ კრიზისს. მით უმეტეს არჩევნებში შესვლა იმ ადმინისტრაციასთან, რომელი ადმინისტრაციაც ახლა ყავს ქართულ ოცნებას, ფაქტურად ქართული ოცნების წევრები დაკომპლექტებული. სადაც ჩვენ ვიცით, რომ საჩივრების ნაწილში სასამართლო არ იყო თავისუფალი და ასევე იყო ძალიან ბევრი პრობლემა, როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინა საარჩევნო პერიოდში. ამ პირობებში, ადგილობრივი არჩევნებში რაიმე სახით შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის არჩევნები არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე დავუკავშირდებით, უბრალოდ ვცდილობთ გავიგოთ გიორგი გახარიას პარტიაში რას ფიქრობენ, რადგან ჯერჯერობით მათი კაფე ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია და ასევე ვეცდებით გავიგოთ მოკლედ რა სურათი იქნება ადგილობრივ არჩევნებში იმ შემთხვევაში თუ კი პირობები არ დაკმაყოფილდება. როგორც ჩანს და რასაც ვისმენთ ამ ეტაპზე, უფრო პრიორიტეტული ბუნებრივია პოლიტიკური პარტიებისთვის არის ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც პარტიები და საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე 99 დღეა ითხოვს ქართული ოცნებისგან მათი მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და უპირატესი ახლა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე დღეში სალომე ზურაბიშვილი გაასაჯაროებს დოკუმენტს, სადაც იქნება მკაფიოდ წარმოდგენილი ოპოზიციის ხედვა თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები.